ვლიკრიბება დილიდან სამებაში ცნობილია, რომ სამოქალაქო პანაშვიდები სწორედ იქ გაიმართება უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, როგორც მოისმინეთ, სამების ეკლესიაში დღეს გადაასვენებენ. ადგილზე ხატია ჯამალაშვილი იმყოფება და ჩავრთავთ მას ახლა პირდაპირ ეთერში. ხატია, გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის დეტალები, რადგან ის ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სინოდში საპატრიარქოში გაიმართება სინოდის სხდომა, სადაც უკვე შეიქმნება დამგრძალავი კომისია, სამოქალაქო და სასულიერო პირების შემადგენლობით და სწორედ ამის შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი, თუმცა უკვე ვიცით, რომ პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში და სავარაუდოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 4 საათისთვის გადმოასვენებენ სამებაში. ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან გააკეთა მამა ივანე მჭედლიშვილმა, რომელმაც ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე, მის როლზე მართლმადიდებლურ სამყაროში და მის განვლილ ცხოვრებაზე, ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს საქართველოს ისტორიაში, როგორც საერო, ისე მართლმადიდებლურ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ მრევლსაც, რომელსაც ძალიან უჭირს წარსულში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე საუბარი. ისინი უსამძიმრებენ მართლმადიდებლურ სამყაროს, ასეთ მძიმე დანაკარგს და ყველა საუბრობს პატრიარქის წარუშლელ კვალზე. ლოცველი, რომელიც დავკარგეთ, გვიმძიმს, მაგრამ იქიდან დაეხმარებენ ჩვენ ქართველებს. უდიდესი როლი ჰქონდა ჩვენს პატრიარქს. მერცეში და გადმოხედავს თელ საქართველოს. აი კირკოსი შედი უსუსურად ვშნობ დღეს თავს, რომ მეტი ვაშელო, მაგრამ ვიცი რომ გავძლიერდები, გამაძლიერებს ეს ყველაფერი და კიდე ვილოცებთ თვითონ პატრიარქი და პატრიარქი კიდე ზეციური საკორტელო დაგულოცავს და გაგვაძლიერებს ჩვენ. მადლობა უფალს, რომ ესეთი პატრიარქი გვარგუნა. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მის ეპოქალურ პერიოდში დავიბადე და მის ეპოქალურ დროს გავიზარდე და მომეცა საშუალება, რომ მის შეწირულ წირვებს დავსწრებოდი ხშირად და შორიდან მაინც მოფერებულ ყავ, როგორც შევეძლო და შემეძლო მოპირდეთ. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მერთმაც აცხოვრეს მის. ძალიან ძიმეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, როგორც უკვე გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი, ჩვენთვის პატრიარქი ყველაფერი იყო. თუ კი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მრევლს, რაიმე შეგვიძლია ლოცვა, აღსარება, ზიარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წვლილი უდიდესი იყო ამ ყველაფერში და თითქმის 50 წელი მამამთავრობა. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას არ ახსოვს, რომ მამამთავრად ერს მწყემსად 50 წლის განმავლობაში პატრიარქი ყოლოდა და თან ასეთი პატრიარქი, როგორც ილია მეორე იყო, რომელიც არის ნამდვილი ჭეშმარიტი მამა მთელი ერისა და მისი ღვაწლი ძალიან დაუნახავი და ბრმა უნდა იყოს ადამიანს ვერ დაინახოს. მრავალმხრივი არის მისი ღვაწლი ჩვენს ქვეყანაში, ლოცვით, ტაძრების აღშენებლობით, სასულიერო პირების გამრავლებით, თუნდაც 50,000-ზე მეტი ნათლული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, რომ შეიძლება უამრავი არც დაბადებული იყო და მისი ამ ძალისხმევით ეს ადამიანები მოევლინαν ქვეყანას და პატრიარქის ნათლები არიან და ძალიან შორს წაგვიყვანს პატრიარქზე საუბარი. ის იყო ნამდვილი მამა და მამა დავკარგეთ ყველა. სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, აქ უკვე გადაიხადეს პანაშვიდი პატრიარქის სულის მოსახსენიებლად. მრევლს უკვე დღის მეორე ნახევრიდან მიეცემა საშუალება, რომ პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას, რაც შეეხება პატრიარქის ღვაწლს და მის სახელს. ალბათ სიტყვებით ძნელია ამ ყველაფრის გადმოცემა, თუმცა ისტორია მოწმობს ამ დეტალებზე ნათლად, რომ მისი კვალი არის წარუშლელი. საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მისი სახელს უკავშირდება ეკლესია მონასტრების აღშენებლობა, ასევე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა, სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლების გახსნა, გიმნაზიების, ასევე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა, ასევე საყოველთაო ნათლობა, რომლის შემდეგაც უკვე 10,000-ობით ბავშვი დაიბადა და პატრიარქი გახდა სწორედ მათი ნათლული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გუშინ გვიანღამით 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხატია ჯამალაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.